მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენს თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველგვარი გამოცდის გარეშე ქართული მართვის მოწმობები ბერძნულში გადაცვალონ. შესაბამისი გადაწყვეტილება საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო. გიორგი კუჭავაგი ამბობს. ქართული მართვის მოწმობის მორიგი აღიარება. საქართველოსა და საბერძნეთის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გაცვლის შესახებ შეთანხმება საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მნიშვნელოვანი მიღწეული შედეგი არის და კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამემამულეებისთვის, საქართველოს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. მიღებული გადაწყვეტილებით საბერძნეთში კანონიერად მცხოვრები ქართველები რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებს აიცილებენ და პირდაპირ მარტივად გადაცვლიან მართვის მოწმობას. ეს კანონი ძალიან დიდ ეხმარება ძალიან ქართველ ემიგრანტებს იმ თვალსაზრისით, რომ არ მოუწევთ ჩაბარება თავიდან გამოცდების გარეშე შეუძლიათ მივიდნენ და ჩაანაცვლონ ქართული მართვის მოწმობა ბერძნულით. საბერძნეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და საბერძნეთში კანონიერად მცხოვრები ქართველებისთვის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საბერძნეთის პარლამენტის მიერ მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან და ამ ქვეყანაში საქმიანობენ. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ესპანეთისა და ირლანდიის შემდეგ საბერძნეთი ევროკავშირის მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან შეთანხმება გააფორმა, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული მართვის მოწმობების სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტთან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პროცედურა უკვე დასრულებულია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ვინაიდან ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს იმ ქვეყანაში დასაქმებას, მათ შეეძლებათ, რომ ქართული მართვის მოწმობა ყოველგვარი გამოცდების გარეშე გადაცვალონ ანალოგიურ კატეგორიის მართვის მოწმობაში. მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გაცვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი გასული წლის სექტემბერში მოეწერა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული მართვის მოწმობების აღიარების შესახებ მოლაპარაკებას სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც აწარმოებს.